დადგა დრო შევთავაზოთ რაღაცა ალტერნატივა თამაშისა, ყურებისა, სოციალურ ქსელებში ჩაღრმავებისა. რამე ალტერნატიული. რა გავაკეთოთ რეალობაში? ახლა რამდენიმე მაგალითსაც მოვყვები, რაც ბევრ ოჯახს დაეხმარა ძალიან. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა ეს ალტერნატივა გულისხმობს ერთობლივ აქტივობას. დედა, შვილი, მამა, შვილი, ან დედა, მამა, შვილები. ანუ ერთად კეთების შემთხვევაში აქვს ამ ალტერნატივებს აზრი. ერთ-ერთი მაგალითად იქნება წიგნის კითხვა, რომელსაც მოვყვები, როგორ მგონია რომ კარგი იქნებოდეს წიგნის კითხვა. ოღონდ ეს ნიშნავს ერთად წიგნის კითხვას და ეს არ ნიშნავს გათიშე ეგ და ოდესმე მაინც გადაშალე ერთი გვერდი. ერთი ოჯახი იყო ჩემთან, ახლა ცოტა აქეთ დავდგები, ხო, აქეთაც დაგინახოთ კარგად. ერთი ოჯახი იყო ჩვენთან ჩამოსული კახეთში უცხოურ ჯგუფებზე, ჩვენ პროგრამებზე და ჩამოვიდნენ ბიჭი იყო 11 წლის და დედა და მამა და მოკლედ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ ისე ჩამოვიდნენ რა იმ დონეზე ვერ იტანდნენ რომ პირველივე დღეს პარლამენტში ამ ბავშვმა ბიჭმა თქვა რომ მთელ დედამიწაზე არის ბავშვთა სახლები, აქ არ არის დიდების სახლები მშობლების და მე მინდა რომ მშობლების სახლები იყოს. აქაც პარლამენტს თავაზობდა მიეღოთ ეს გადაწყვეტა, იმიტომ რომ დედა ჩემი მაქვს ჩასაბარებელი მანდო, იმიტომ რომ სახშიო მაგისი ატანა აღარ არის. რაში იყო კონფლიქტი? სანამ მოვიდოდნენ რამდენიმე თვით ადრე, დაბადების დღეზე უყიდეს ამას პლანშეტი, რომელსაც ძალიან ითხოვდა. და როგორც კი უყიდეს ერთ კვირაში აღმოაჩინეს, რომ დაუშვიათ ძალიან. ჩვენც გქონია რაღაცა მაგდაგვა. რომ დაინახეს, რომ შეცნობა დაუშვეს, იფიქრეს, როგორ გამოვასწოროთო და მაშინ უთხრეს ამას. ამას კიდე წიგნების კითხვა არ უყვარდა და უთხრეს, რომ ამის შემდეგ ჩვენ ისევ ჩამოგართმევთ ამ შენ პლანშეტს, ჩამოართვეს კიდევაც. ამის მერე მარტო იმ დღეებში დაგიბრუნებთ, როცა წიგნის 20 გვერდს წაიკითხავ უთხრეს რა, აი 20 გვერდს რო წაიკითხავ და დავწმუნდებით რომ შენ 20 გვერდი წაკითხული გაქვს, იმ დღეს მოგცემთო და შეაჩეჩეს ხელში, რა შეაჩეჩეს, რობინზონ კრუზო შეაჩეჩეს ხელში რა. აი ეს წაიკითხეო რა. ამ ბიჭმა ეხა ხო დამიმეგობრდა, მეც დაუმეგობრდი და ამ მეგობრულ ურთიერთობაში მითხრა პაატაო რა მეუბნება, ეხა პირდაპირ გეტყვიო რა. დავიწყეო რა ამ წიგნის კითხვაო რა, აი ალალად გეუბნებიო რა. პირველი ნახევარი გვერდიც კი წავიკითხეო მეუბნება, მაგრამ მივხვდი რომ არ არის ეს ჩემი წიგნიო რა და მე მაგ წიგნს აღარ გავაგრძელებ. იგივე გამოუცხადა ეთყობა მშობლებს, იმათმა კიდე უთხრეს, მაშინ შენ პლანშეტი არ გექნება რამდენ რომელ დღესაც 20 გვერდს არ წაიკითხავ და გადაეკიდნენ ერთმანეთს ამის ნიადაგზე რა. ჩამოვიდნენ ამას უნდა რომ დედა ჩააბაროს, მაშინ რა ქვია, დიდების სახლში რომ დასანახად აღარ ყავდეს დედა. ნუ 9 დღე მათთან აქეთ ცალკე მშობლებთან იმუშავეს, იქითა ცალკე ბავშვებთან ვამუშავეთ ხალხი. ცოტა დამეგობრდნენ ერთმანეთთან, ბოლო დღეს შევკრიბე ერთად და დაუწყეს საუბარი რა, რომ მოდით გამოსავალი ვიპოვოთ თქო რა, ეხლა და რობინზონ კრუზო ვეუბნები ეხლა არ არის ამის წიგნი თქო რა და ერთი თქვენ მშობლებმა პირდაპირ მითხარით, თქვენთვის აქ მნიშვნელობა რობინზონ კრუზოს 20 გვერდს წაიკითხავს თუ რამე სხვა წიგნის 20 გვერდს წაიკითხავს. სულ ერთია ოღონდ რამე წაიკითხოს, თურმე ამაზე იყო რა მთელი. და ამას კალათბურთი უყვარს მეთქი, იცოდით თქო და არ ვიცოდით თქო და აი მომიყვა მეთქი რა, მაგრა უყვარს კალათბურთი და ერთი სამიცალი კალათბურთის წიგნი რო უშოვოთ მეთქი. კიო, როგორ არა უშოვითო, ახლა ამას ვეკითხებ და კალათბურთის წიგნს წაიკითხავ მეთქი, დიდი სიამოვნებითო წავიკითხავ კალათბურთის წიგნებს. წავიდნენ დაძმაკაცებულები. ახლა ის კითხულობს კალათბურთის წიგნს 20 გვერდს, მე აქ ეს თავისი პლანშეტი. ანუ ერთად კეთებაზეა ლაპარაკი და არა იმაზე რომ იმან გააკეთოს რა. ამათ არ შეუთავაზებიათ ერთად წავიკითხოთ.